ბიძინა ივანიშვილმა მედია სივრცეში არსებული სერიალების შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით საზოგადოებამ დარე სერიალებს უყურებს, რომლის გამოცის მზად არის ეროვნული უსაფრთხოების დონეზე განგაშიც კი ატეხოს. მისივე თქმით, დილით სცენარები იწერება, საღამოს კი საზოგადოების გამოთაყვანება ხდება. ეს კი გაცილებით გლობალური პრობლემაა, ვიდრე მომავალი არჩევნები. ამიტომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე კინოინდუსტრიის ასახორძინებლად მობილიზებას იწყებს. ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მალევე ეხმაურნენ მისი ყოფილი თანაგუნდელები. ოპონენტები ამბობენ, რომ ბაქარში ბიძინა ივანიშვილმა თავისი თავი ამოიცნო. მეგატივი დაინტერესდა, რამდენად ემთხვევა მოქალაქეთა აზრი ოპოზიციის მოსაზრებას. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა. ნამდვილად ამოიცნობდა მის თავს კი? გავს კოპია. აი რითი გავს? რა ვიცი, შვილო, მოხერხებით და ყველაფრით. 1000 ერთხელ უყურებ, მაგრამ მაინც. იცით რა, ეს მხატვრული ნაწარმოებია და ყველა შეუძლია თავისი ბოროტ აღიქვას. არ ყურებ, არ ვიცი. არც ბიძინას ამბებს ვაკვირდები და არც სერიალებს არ უყურებ, შესაბამისად პასუხს ვერ გაგცემთ. არაფერი საერთო არ აქვს ბიძინასთან იმაზე, რატო არ მოწონს არ ვიცი. ძალიან კარგი ის არის, გადაღება არის და ძალიან კარგი არის. მსახიობებიც და თვითონ სიუჟეტიც. ვერ გეტყვით ვისთვის როგორ, ზოგი ამსგავსებს, ზოგი არა. მე არც მომსგავსებ, არც ნეიტრალურ ზონაში ვარ. კონკრეტულად რა ავიღოთ და ვთქვათ, რომ ბაქარი აი აპრიორი არის პროტოტიპი ბიძინა ივანიშვილის, აი ვერ ვიტყვი ესე დაანვლევი, თუმცა ეხა ბიძინა ივანიშვილი შეუძლიათ მარტივად გაავლოს პარალელები ყველაფერთან ამ ქვეყანაში, ყველაფრის პროტოტიპად ჩათვალოს საკუთარი თავი და ზოგადად მიიჩნიოს ის, რომ მასზე საუბრობს ყველა, მასზე იღებენ ფილმებს, მასზე იღებენ სერიალებს და ზოგადად მისირგვლივ ტრიალებს დედამიწა. თუმცა ეს არ არის, ეს უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის შეხედულებებია, მეტი არაფერი. ეხლა ზუსტ პასუხს ვერ გაგცემთ, იმიტომ რომ არ მიფიქრია ამაზე, მაგრამ ზოგადად ბევრი ადამიანის პროტოტიპია ბაქარი საქართველოში ზოგადად. შეიძლება ერთ-ერთი ივანიშვილიც იყოს, არ ვიცი. ანუ არ უყურებ ეგრე კარგად, ანუ არ ვიცი, არც მიფიქრია მაგაზე. არა, ვერ ვამკვანი. რაფერს ვერ ვამსგავსე ვერანაირად. აბსოლუტურად არ მსგავსებას ვხედავ. იცით რას ვფიქრობ? ჩვენ პატარაერი ვარ და ვერ ვგულობთ ამ კაცს. რა დაგვიშავა, გაკეთების მეტი არაფერი უქნია და გინდა თუ რა რატოა მილიონერიო. იცით რა? მის ფულსაც გაძღოლა უნდა. აი ტვინი უნდა რომ სწორი მიმართულება მისცე და რა თქვა? აი მე ერთი რო გამოვიდე ახლა მე მაგალითად უსურვებ ჯანმრთელობას და საქართველოსთვის მეტის გაკეთებას. ბიძინა ივანიშვილის თქმით, კინოწარმოების საკითხით მმართველი გუნდის სხვა წევრებიც დაინტერესდნენ და შესაბამისი განხილვები უკვე აქტიურად მიმდინარეობს. პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარე კინოინდუსტრიის აღორძინებას, ქართული ფილმების, განსაკუთრებით კი ისტორიული სერიალების გადაღებას გეგმავს.